სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელსაც 9 ივნის მანდატურებმა თბილისის საქალაქო სასამართლო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. აქტივისტის დაკავების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. როგორც უწყების განცხადებაში ანათქვამი, დათაშვილი მანდატურის ბრძანებებს არ დაემორჩილა და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების მონაწილე 8 პირის პროცესის მიმდინარეობისას იმყოფებოდა. მისი თქმით, პირველ დარბაზთან მას მეგობრის ნახვა სურდა, რის საშუალებაც მანდატურებმა არ მისცეს. მედიაში გავრცელებულ კადრებში, რომელიც 9 ივნის სასამართლოში მომხდარს ასახავს, ჩანს თუ როგორ მიდის აქტივისტთან რამდენიმე მანდატური, ჯერ ერთი ცდილობს დაატოვებინოს მას ტერიტორიას, შემდეგ კი მეორე. დათაშვილი მათ აფრთხილებს, რომ არ მიეკარონ. ამის შემდეგ მანდატურებმა აქტივისტს სასამართლოს შენობა არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ნინო დათაშვილის დაკავებას უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, აქტივისტის დაკავებით ქვეყანას ახალი პოლიტპატიმარი ხავს. პოლიტპატიმრად მიიჩნევენ ბრალდებულ სამოქალაქო აქტივისტებიც და ამბობენ, რომ მანდატურები ნინო დათაშვილს თავს დაესხნენ. ქართულოსნების მხრიდან მსგავსი ქმედებები არ გვიკვირს. ჩვენ ხედავთ ყოველდღიურად და ყოველკვირეულად როგორ გვემატებიან პოლიტპატიმრები. ნინოს ქალბატონ ნინოს ერთ-ერთი მაგალითი არის. ჩვენ ხედავთ რა ხდება სასამართლოში, თუ როგორ ზალადობენ ქალბატონი, განსაკუთრებით ქალბატონებზე ძალიან მკვეთრად ჩანს, იმიტომ რომ ეს არის რაღაც ქართული ოცნების დაპირების რევიზირება, რომ თითქოს რაღაცა ოჯახის იწმინდე და ასე შემდეგ, მაგრამ არ მესმის ნებისმიერ ქართველს როგორ შეიძლება მოეწონოს ის, რომ ქალებს ზალადობენ და ქალბატონ ნინოც ისჯება სამაგალითოდ იმისთვის, რომ ამ წინააღმდეგობა შეწყდეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, დათაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 სეკუნდა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნინო დათაშვილს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.